მიდი, ოღონდ ეს არა, მიდი. კიტი, რაშია საქმე? ჯანდაბა ისევ წავაგე. ისევ არ გამომივიდა. წააგე. ხო, ამ თამაშს ვერ გაუძლებ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ისევ წააგე? დიახ, თამაში ნამდვილად ძიმია. როგორი თამაშია? ცხოვრების სიმულატორია. და რაზე აქვს ამ თამაშს? შენ უნდა იცხოვრო 100 წლის განმავლობაში. ხოლოდ 60 წამდე მივახციე. მე კი 40 წამდე მივედი და მე მეტეორი დამეცა თავზე. მე კიდე ორჯერ დავიხშვი აუში. მართლა ასე რთული თამაშია? დიახ, ძალიან რეალისტურია. შემიძლია ვცადო? სცადე. შენ 5 წლამდეს კი ვერ იცოცხლე. ნახე, შენ გექნება 5 სიცოცხლე. თუ მათ ყველას დახარჯავ, ხელახლა მოგიწევს თამაშის დაწყება. გასაგებია. მოდი დავიწყოთ. რა ლამაზია. მაინტერესებს რატო პტირის? არ ვიცი, შესაძლოა მას ჭამა სურს. ცოტა ხნის წინ უაჭამეთ მას. პაკარავ, რა გინდა? მას შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ ჭამა, ეს ნიშნავს, რომ ახალ დროას საფენი გამოუცვალოთ. ნახე რა გვაქვს. ეს ამაზეზენია და ის ყარს. მიდი შეცვალე, შენ უკეთესი ხარ ამაში. შენ ძალიან კარგად გამოგდის. კარგი. შესრულებულია. ახლა რა, ის შეჭპაცის სტერილს. ის მოწყენილია, ჩვენ უნდა ვითამაშოთ მასთან. მოდი, მას ჩვენ რამე სათამაშო მივცეთ. მოდი მივცეთ მას სპილი სათამაშო. შეხედე რა კარგი რაღაცა. მან ტირილი შეწყვიტა. მას მოიწონა სათამაშო. ძიძა. რა მოხდა, მეძახდი? ესენი გადმოვარდა. საწყალი სათამაშოები, ახლა ჩვენ მათსავ წუხვართ. კარგია რომ დამიძახე, თორემ შეიძლება წაქცეულიყავი. ახლა კი ლანჩის დროა. ჩვენი ამილკა უგებშიერია, არა? დიახ, ჭამა. ზის პაპას გაგიკეთებ, შენ კი დაჯექი და დამელოდე. ათი წავი იწოდე. ჰო. და ეს ჩემთვისა, არ ჭამო, ეს არის დასრული საკვები, გაიგე? დიახ. გემრიელია, იუმ. დააქვა, რა შენი პაპა? აბა სად არის ჩემი სენდვიჩი? შეჭამე ყველაფერი? შეჭამე ყველაფერი? თუ ძიზაკეტი, მე მას უჩვენებ. ეს მე ვიყავი. შენ, კითხარი არ შეჭამოთქო. აი. მაგრამ ოჩახ რომ აღიარა და მიქხარი. ბავშვებმა ეს არ უნდა დალიონ, თორემ შებერივობა გექნება. მოდი ამას მოგცემ. რა საინტერესო თამაში ქლამირთო ძიზამ. რა არის ეს ღილაკი? საინტერესოა, რა მოხდება? ერი, სად არის თამაში? ერი, ჩაირთე. რაიტე, ხო. ძიზა მომკავს თუ გაიგებს რომ კომპიუტერი გავაფუჭე. რაწუნებული ვარ, მე თვითონ შემიძლია ამის გამოსწორება. ძიძაკიტი. ამილკა რა მოხდა? რატომ ხარ ასე მოწყენილი?
იზა უბრალოდ ლამიყვირო. მე შენ მაშინებ. კომპიუტერი გავაუფუჭე. სულელო, შენ არ გაგიფუჭებია, უბრალოდ გამორთე. ანუ მე არაფერში არ ვარ დამნაშავე? ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შეწყვიტე კომპიუტერთან ჯდომა. წადი სათამაშოებით ითამაშე. კარგი. უკვე დავიღალე სათამაშოებით. სხვანაირად როგორ გავირთო თავი? დავიღალე ამ წიგნებით. ძიზას ჩანთაში რაღაცა იქნება და მე იმას ვნახავ. ისეთი ლამაზია. მეც მექნება როცა გავიზრდები. აქ ბევრი რამე არის. ვა, კოსმეტიკა. სამწუხარო რომ მაკიაჟის გაკეთების უფლებას არ მაძლევენ. ვაიმე, პომადა, შემიძლია თუ არა მაკიაჟის გაკეთება სანამ არავინ მიყურებს? მაკიაჟი ფრთხილად გავიკეთებ, ვერავინ გაიგებს. რა ლამაზი ვარ? ნახოთ კიდევ რა აქვს ძიზას ჩანთაში. რაღაც ფურცლებია. ფული? მე შემიძლია რომ ამით რაღაცეები ვიყიდო. სხვის ფულს ვერ ავიღებ, ძიძა აუცილებლად გაბრაზდება. ყველაფერს უკან დავდებ და დავხატავ. ძიძას დავხატავ, ის კმაყოფილი იქნება. ამეკა რას აკეთებ აქ? მე შენ გხატავ. მე რა საყვარელი ხარ? მომწონს ძალიან ლამაზია და ლუნასაც დავხატავ მასზე. ამაკა მაკიაჟი გაიკეთე? უბრალოდ წვენი დავლიე. წვენი ჩემი პომადის ფერი აქვს. შენ ჩემ ჩანთაში რიცხიკებოდი? არ მომატყუო იცოდე. მე აი სულ ცოტათი შევხედე. მე ჩემი საბუთები აქვს. მერთო ჩემო ანოკა გესმის რა გააკეთე? ამოკა ესენი მნიშვნელოვანი საბუთები იყო. ძიძავს უხვარ არ ვიცოდი, სხვის ნივთებს აღარ შევეხები. გაგიმართლა რომ ბოდიში მომიხადე, თორემ ძალიან გავბრაზდებოდი. დღეს სკოლის პირველი დღეა, ვერ დავაგვიანებ. მოსწავლესავით უნდა გამოვიყურებოდე. არ მინდა რომ პირველივე დღეს გამომაგდონ. გამარჯობა, მე მქვია ანოკა, დღეს ჩემი პირველი დღეა სკოლაში. გამარჯობა, მე მქვია მაშა. გამარჯობა, მე საშა ვარ. საშა უფრო მაგარი ჩანს, მე ვიმეგობრებ მასთან. საშა, ვიმეგობროთ. კარგი, ვიმეგობროთ. მოდი ჩემთან სახლში დღეს სკოლის შემდეგ. კარგი, სკოლის შემდეგ შევხვდებით. მე აქ ცხოვრობ, შემოდი. ვაუ, მაგარი სახლია. კარგი. აბა, მოდი საშინაო დავალება გავაკეთოთ. საშინაო დავალება? ამას მხოლოდ ლუზერები აკეთებენ. მოდი ვითამაშოთ ამის ნაცვლად. ლუზერი არ ვარ, რომ საშინაო დავალება შევასრულო. მოდი ვითამაშოთ. და თუ ჩვენ საერთოდ არ შევასრულებთ საშინაო დავალებას, როგორ ჩავაბარებთ გამოცდებს? ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. დროის გარღვაა. და თუ არ ვისწავლით სამსახურს, როგორ ვიშოვით? ჩვენ შევუერთდებით ბანდას, სიქცოდნა არ არის საჭირო. იცი, არ მინდა ბანდაში გაწევრიანება. რატომ? ლუზერი ვიდგინდა სკოლაში სწავლა? მე არ მეგობრობ შენნაირ ადამიანებთან. მაშა, მოდი ჩემს სახლში დღეს სკოლის შემდეგ. ეს ორი ნერდი სკოლაში ლუზერები ვით იქნებით. რას ვაპირებთ? კარგი, მოდი გავაკეთოთ ჩვენი საშინაო დავალება. მინდა კარგად ვისწავლო, რომ კარგი სამსახური ვიშოვო. მართალია, მეც მინდა. მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ.
ეს ადვილია, სწრაფად დავამთავრებ. ვერაფერი ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთო? მაშა ვერ გავიგე, შეგიძლია ამიხსნა? დავეხმარე რა. რა თქმა უნდა, რა ვერ გაიგე? აი გვერდი ნომერი 46. ავენახი, აქ ყველაფერი მარტივია. This is Lemur. This is weekend. This is yesterday. ახლა გავიგე. მადლობა. ატარავ, რა გჭირს? ბავშვი აღარ ვარ. დიახ, უყეს დასრული ხარ. ამბაკა, მიხარე, რატომ ხარ მოწყენილი? დღეს სკოლაში გვაქვს დისკოტეკა. მაშინ რატომ არ ხარ გამოწყობილი უკვე? ეს წყვილებისთვის განკუთვნილი დისკოტეკაა და არავინ დაპატიჟა. ლეომაც კი არ დაგპატიჟა? ლეომაც კი არა. მე მომიწევს სახლში დაშენა, სანამ სხვა მიმხიარულობენ. რატომ არ დაურეკე ლეოს და არ დაპატიჟე? დაურეკე მას. ბიჭმა არ უნდა დამპატიჟოს? კარგი, მე უნდა ავიღო საქმე ჩემს ხელში. მე მას დაურეკავ. ვაუ, რა მამაცი გოგოა, ყოჩაღ. ალო, ლეო. გინდა რომ დღეს ჩემთან ერთად წახვიდე დისკოტეკაზე? შესანიშნავია, მაშინ იქ შეხვდები. აბა რა თქვა? მან თქვა რომ დისკოტეკა დაავიწყდა. ხედავ, ბიჭები ყველანი ასეთი ყურადღებოები არიან. კარგია რომ დაურეკე. ახლა უნდა მოვემზადო. არ ვიცი რა ჩავისვა. ნება მომენტი დაგეხმარო. შენ სასაკში რომ იყავი დისკოტეკებზე სულ დავდიოდი. ნება მომენტი მე დაგეხმარო. მე ვსწავლობდი დიზაინერად და მოდე მესმის. ზუნა, მოდი დამეხმარე რა. მოდი წავიდეთ. აი ნახე რა დამაზი ხარ, ჩვენ ეს ვიყიდეთ შენთვის, მაგრამ შენ არასდროს არ ჩაგიცვია. ეს კავები საზიზღარია. არაფერი, სულაც არა, შენ გამორჩეული იქნები. არ ვიქნები. მოისინჯე მაინც. რა სილამაზეა, ყველა შეშურდება. მაგარია. ეს ნაგავია, მე კლოუნივით გამოვიყურები. მოაზვიადებ. ლეოს გადაუგზავნოთ სურათი და ნახოთ რა სიტყვის. მიდის, გაოცდება. კარგი, მან მიპასუხა. თუ ამას არ გამოიჩლი, მე შენთან ერთად არსად არ წავალ. ხო და მაშინ სხვა ბიჭი იპოვე, ამ ლეოს საერთოდ არაფერი არ ესმის. ძიძაკიტე, შეგიძლია დამეხმარო? კარგი, ხო, ამ ყველაფერს შენ ინანებ. მოდი წავიდეთ, ნახოთ რა გვაქვს. ეს კაბა მოდიდან გასულ სეზონში გადავიდა. მეს არ ვიცოდი. ჩვენ მჭირდება შეინივთების დალაგება მოგვიანებით. არ კიდე მოდას გადაუხვიო, არა? არ მინდა. და ეს კაბა აუცილებლად მოვერგება. ლეო ახტოვანებული იქნება. სამწუხარო რომ ეს კაბა დიდია ჩემთვის. არაფერია, დრო გვაქვს. სწრაფად გადავაკეთებ. მადლობ ციზაკეტი, შენ საუკეთესო ხარ. ამელკა, ჩვენ ძალიან მომაყოფთ შენით. ჩვენი ბობო ძალიან ყოჩაღია. დაამთავრა უნივერსიტეტი წითელი დიპლომით. კარგი ექიმი იქნები. ხო, მაგრამ მე არ მინდა რომ ექიმი ვიყო. როგორ თუ არ გინდა, ამდენი წელია სწავლობ და ვინ გინდა იყო? ხატვარი, ხატვა მიყვარს. ხატვარი? ეს ნამდვილი პროფესიაა? დიახ, ეს არ მოგცემს საარსებო წყაროს. ფულს ვერ იშოვი, მაგრამ ლეო ამბობს რომ მე ნიჭი მაქვს. შენს ადგილას რომ ვიყო, ლეოს არ მოусმენდი. მართალია, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ახლა შენც კი ფუჭებს ცხოვრებას. მართალი გითხრათ, წინააღმდეგი ვარ თქვენი ურთიერთობის. ეს ჩემი გადასაწყვეტია. მას ასაპირებ რომ გააკეთო? მე ჩემს გულს მოусმენ და მხატვარი გავხდები. ამელკა, სისულელი არ გააკეთო. მე უკვე გადავწყვეტე ყველაფერი, ვერ გადამარცხენებ. აი ნახავ, ჩვენ სიტყვას მოგვიანებით გაიხსენებ, ინანებ. როცა დიდი ხელოვანი გავხდები, იამაღებ ჩემით. აი ნახავთ. ახლა დავამთავრებ ამ სურათის დახატვას და აუცილებლად გამდიდრდები. ეს არის 100%-ით შედევრი. აუ, ძალიან მომშივდა. ხოლოდ ეს მაქვს. ვადარ გასვლია. რა უნდა გავაკეთო? ჭამაჯობია ვიდრე შიმშილი. არაფერი საშინელი არ მოხდება. ვაიმე, თავს კარგად ვერ ბზნობ. დრო არ მაქვს ექიმთან მისასვლელად. ვილჩევნია აბი მივიღო, დამეხმარება.
თავს ძალიან ცუდად გრძნობ. მირჩევნია ვიში მშილო ვიდრე მოვიწამლო. ისევ გადასახადები. ვაიმე, თუ არ გადავიხადე, მერე წყალს გამითიშავენ. საკვებისთვისაც კი არ არის საკმარისი. ძიზები მართლები იყვნენ, ხელოვანები ფულს ვერ შეურლობენ. ჩემს ნახატებს არავინ ყიდულობს, თუ ასე გაგრძელდა სახედან გამაგდებენ. ფული აღარ მაქვს. ეს ნახატი მშვენიერია, იმედია ვინმე იყიდის. შეიძინეთ ნახატი. ეს არის მოუორიო სტატის ნახატი. მალე ის $1,000,000 ეღირება. რა დივს ეს თქვენი ნახატი? იყიდეთ ყველაფერი $10. ასეთი აფასიანი რაღაცას არ ვიყიდი. ეს ნიჭიერი ოსტატის ნახატია. აქ ნიჭის საერთოდ არ ჩანს. შენს ნახატებს საერთოდ არავინ არ იყიდის. ძალიან ცუდია, ანუ არასდროს გავხდები მხატვარი? აღარ შემიძლია, ძალიან მშია. სანაგვი დაჭამა? არავითარ შემთხვევაში. ახლა ვაკანსიებს გადავხედავ და იქნებ სამსახური ვიშოვო. ასე რომ, მე შემიძლია ვიმუშაო მძღოლად ან დამლაგებლად. მე მაქვს მოსპობა, შემიძლია ვიმუშაო მძღოლად. გამარჯობა, მინდა რომ მძღოლად ვიმუშაო თქვენთან. დიახ, 10 წლიანი გამოცდილება მაქვს. მალე მან ვიქნები. რა იღბლიანი ვარ, ახლა შემიძლია ფული შოვნა საჭმელისთვის. და დადავაგდებ ჩემს ნახატებს. დროა შევეგო რომ მხატვარე ვერ გავხდი. მაგარი მანქანა, ალბათ ჩემი კლიენტი ძალიან მდიდარია. ჩემი ახალი მძღოლი ხარ? დიახ, მე ამელია მქვია. დღეს მივდივარ ბუტიკში, შემდეგ რესტორანში და შემდეგ საქმიან შეხვედრაზე. კარგი, ყველაფერი დამიმახსოვრე. და ეს ნაგავი რა არის? უკაცრავად ეს ჩემი ძველი ნახატებია, მალე გადავაგდებ. ძველი ნახატები? შემიძლია მათი ნახვა? მე ოცნებობდი გავხდარიყავი მხატვარი, მაგრამ ეს წარსულში დარჩა. ძალიან კარგი ტექნიკაა. მართლა, მოგწონთ? მე ხელოვნებას ვწოდნე ვარ და ვიცი ჩემი საქმე. შენი ნახატები შესანიშნავია. ბოლოს ვიღაცამ დამაფასა. შაბათს მინდა მოვაწყო შენი ნამუშევრების გამოფენა. რა სიტყვი? რა თქმა უნდა, მინდა. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. მაგრამ დღეს შემოდა იყო მძღოლი, ასე რომ წავიდეთ. კარგია რომ მხატვარი გავხდი. ახლა მე მილიონერი ვარ. საინტერესოა ნეტა ძიზები როგორ არიან. ძიზებს დაურეკავ, დაენახო რამდენად დიდარი ვარ ახლა. ალო, ძიძა ლუნა, მიცანი? მოდი და მესტუმრე. რა კარგი ახალგაზრდა ხარ ამაკა. ყოველთვის ვიცოდით რომ დიდი მხატვარი გახდებოდი. მართლა? დიახ, შეში ეჭვი არასდროს არ ვეპარებოდა. სხვათა შორის როგორ არის, ლეო? კარგადაა. თავიდან ჩხუბობდით, მაგრამ როცა წარმატებას მივახცია, ისევ შევრიგდით. ეს საეჭვოა რაღაც, არ გონია ასე? არა, მას ძალიან უყვარვარ და უკვე ხელი მთხოვა. და რა, შენ მას დათანხმდი? არა, ჯერ კიდევ ვფიქრობ. იცით რა, ახლავე დაურეკავ და ვეთქვი რომ თადახმავარ. შენს ადგილას რომ ყოფილიყავია, მას არ შევაწუხებდი. დიახ, საშიში ბიჭია. დარწმუნებული ვარ, ბედნიერები ვიქნებით. ჯანშუმდი პატარავ, შეგიძლია დამშვიდე, დედამ უნდა დახატოს. ახლა ნახატებს თუ არ დავხატავ, საჭმელი არაფერი გვექნება. ჩვენ გვჭირდება ვინმე ბავშვის ძიზად. ალო, ლეო, შეგიძლია ბავშვი მიხედო? სასწრაფოდ ჭირდება მუშაობა. სამსახურში? კარგი. მოიცადე, რა მუსიკა უკრავს? ალო? კატიშა. ალო? ძიძა კეიტი. დახმარება მჭირდება ჩემს შვილთან დაკავშირებით.
ახლა მოდიხარ? კარგი, გელოდები. ბავშვი დამშვიდებულია. მადლობა ძიზაკეთი. სიამოვნებით დაგეხმარები და შენ წადი სამსახურში. ალო, ლეო. გაპატიო? არა, ლეო, ყველაფერი საკმარისია. ჩვენ ვშორდებით. ჩემო ქალიშვილო, სად მიდიხარ? კრივზე მივდივარ. უკვე რამდენჯერ გითხარი შვილო, რომ არ მომწონს ეს შენი ჰობი. მაგრამ მე მომწონს. ეს არ არის სერიოზული ჰობი. ჯობია ისწავლო. გაიხსენე დედა თავი ჩემს სასაკში. შენ სასაკში მე ვსწავლობდი. კარგი დედა, ვარჯიშზე ვაგვიანებ. მორჩა, ასე რომ მე გიგზავნ ამკლიმზე წასვლას. არსად არ წახვალ. კარგი რა, დედა, ეს არ არის სამართლიანი. ჯობია ეს წაიკითხო, წიგნები წაიკითხო. არ მინდა და სხვათა შორის ბრძულ ხარ. შენ ყველაზე ცუდი დედა ხარ. ყველაზე საშინები. კარგი, წადი. მადლობ დედა, საუკეთესო ხარ. ვიცოდი რომ ხარს დამიჭერდი. ძალიან სუდად ვარ, ზურგი ძალიან მტკივა. გამარჯობა ექიმო, დამეხმარეთ, ზურგი მტკივა. აბა ბებო, კარგია რომ ექიმს დაურეკე. რამე სერიოზული მჭირს? დიახ, მაგრამ შენ ოპერაციას გაგიკეთებ და ასლამდე ისოცხლებ. კარგად იქნები. ასლამდე, სწორედ ეს მჭირდება. მაშინ მოემზადე, ჩვენ საავადმყოფოში მივდივართ. ეს ჩაი არ არის ტკბილი, მეტი შაქარი მჭირდება. ბებო, ამდენი შაქარი არ არის ჟამსადობისთვის კარგი. კარგი, არ დავამატებ, ჯერ 100 წლის არ ვარ. მართალია. მე პამომესი გაჩვენო ჩემი სურათები. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ნახავდი. ისეთი ახალგაზრდა ვიყავი. სად ვარ? უკვე 64-ში ვარ. ვაუ, გონი მკვდარი ვარ. ბებო, რა გჭირს? ბებო, ბებო, ბებო. მაგარი თამაშია, გოგოებო, ყველაფერი ისეთი რეალური იყო. ხო, მაგრამ შენ მაინც დამარცხდი. სულაც არა. ასწლამდე უნდა გეცოცხლა, მაგრამ 99 წამდე იცოცხლე. მერე რა? ბავშვებო, დაადაიკეთ ვიდეო თუ ფიქრობთ, რომ მაინც გავიმარჯვე. და გამოიცანეთ არხი წინ ბევრი საინტერესო ვიდეო გველის. ნახვამდის ყველას.